სახელითა მამისათა, დაძისათა, დასულისა, წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი. არს და იყოს. დღეს სახარებიდან წავიკითხეთ ძალიან ცნობილი იგავი ტალანტების შესახებ. დიდარი კაცი, ვინმე მთავარი სამოგზაურო წასვლის წინ იბარებს თავის მსახურებს და მათ ურიგებს ტალანტებს. ტალანტი ეს არის იმ დროისათვის ტალანტი იყო ფულის ერთეული. ერთს მისცა 5 ტალანტი, მეორეს მისცა 2 ტალანტი და მესამეს მისცა 1 ტალანტი. ნუ აი დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ ალბათ, აი ჩვენს დროში რა შეიძლება ეს იყოს, ესე პირდაპირ გადმოყვანილნელია, მაგრამ სავარაუდოდ 1 ტალანტი არის დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ ალბათ $10,000. და ერთს აძლევს 5-ს, მეორეს 2-ს და მესამეს 3-ს. ნუ ეს ტალანტი რა შეიძლება ნიშნავდეს? ეს ძალიან საინტერესო ახსნა განმარტებები აქვს ამ იგავს და კარგი იქნება თუ თქვენ თვითონ წაიკითხავთ ამას. მე კი მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას. როდესაც ბრუნდება ეს ადამიანი და მოიკითხავს ამ მიბარებულ ფულს, აღმოჩნდება რომ ვისაც 5 ტალანტი ჩააბარა, იმან ასარგებლა ეს 5 ტალანტი და კიდევ ზედმეტი 5 შეძინა, ვისაც 2 მიაბარა, იმან კიდევ 2 შეძინა და 4 ტალანტი დაუბრუნა და ბოლოს ვისაც 1 მისცა, იმან ესე იგი ეს ტალანტი დამარხვა მიწაში. ეს ტალანტი რო ნიშნავს მიწაში დამარხვა ტალანტის. ეს აქედან მოდის ამიგავიდან ეს გამოთქმები, მაგრამ მე მინდა რომ თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას. აი ეს ადამიანები ფაქტიურად, რომლებიც ზოგადად ადამიანების წარმოადგენენ სახეს, იყოფიან 2 ნაწილად. ერთი, რომელიც მიბარებულ ტალანტს იყენებს, ასარგებლებს და აი ამ სარგებლით აბრუნებს და მეორე, რომელიც ამას მიწაში მარხავს. და აი ამ პირველს მიუხედავად იმისა, რომ იქ 2 ადამიანი იყო და ერთს 5 მიცა, მეორეს 2. ანუ ნახეთ, ერთს მიცა, ესე იგი და 2-ზე მეტი, ესე იგი 2-ჯერ უფრო მეტი მიცა ვიდრე მეორეს. ანუ ამას 2 მიცა, იმას 5 მიცა. და მიუხედავად ამისა, ეს 2 ადამიანი ერთნაირად მოიქცა და შეფასებაც ერთნაირი მიიღო, კეთილმონაო, სახიერო. ცირესა ზედა სარწმუნო ვიყავ და მრავალსა ზედა დაგადგინო შენ და ნახეთ, ესე იგი დაუფასა ეს შრომა მიუხედავად იმისა, რომ ეს შრომა განსხვავებული იყო, ის 5 ტალანტი იყო, ბევრად მეტი შრომა ჭირდებოდა. ამას ნაკლები, მაგრამ ეს 2 ადამიანი მოიქცა ერთნაირად და კეთილი მონები უწოდა, კეთილი. და იმას, რომელმაც სხვანაირად გააკეთა, რომელმაც მიწაში დაფლა, რატო? რო არ დამკარგოდაო, უთხრა. იმიტომ რომ ვოროტე ადამიანი ხარო შენო და მოიმკი, ესე იგი დასწეს მოიმკი, სადაც არ დაგიწესავსო. ანუ ესე იგი ადამიანს ისეთ რამეს თხოვ, რაც მის ძალებს აღემატება. არა და 5 მიცა და იმან 10 დაუბრუნა, ანუ არ აღემატება ამ ძალებს. ამის ძალებს კი აღემატება, როგორ ჩანს, იმიტომ მიცა 1. ხო და ნახეთ რა შეუნება ბოროტო მონაო. ესე იგი ის 2 კეთილები იყვნენ და ეს ბოროტი იყო. რაში მდგომარეობდა ამისი ანიმათის სიკეთე? ან ამის ბოროტება. საქმე ის არის, რომ ამას, ვისაც 2 ტალანტი მიეცა, ამასაც საკმაო საფუძველი ჰქონდა შურის და ბოროტების. ამასაც შეიძლება ეთქვა, რომ იმას მიეცი შენ 5, მე მომეცი 2. რატო? მოგეცა ჩემთვისაც 5 და მე ვიცოდი რასაც ვიზამ. უფალი ყველას აძლევს ნიჭს. იმის მიხედვით წინასწარ იცის რა შესაძლებლობები აქვს ადამიანს. და ამას ვისაც 1 მისცა, ამას მე არ შეელო მეტი და მართლაც შიში ქონდა რომ იმ ერთსაც დაკარგავდა და ამიტომ ჩამარხა მიწაში. მაგრამ აი ამ ბოროტება რაში მდგომარეობს ამას? აი ეს ბოროტება ეს არის შური. ამას შეშურდა იმათი. ამას შეშურდა რომ იმას 5 მიცა, ამას 2 მიცა და ამას კიდე მიცა 1. ეს 1 ბევრი იყო სინამდვილეში.
ამ ერთით საკმაო შრომა რო გაეწია, ესე იგი ესეც იგივე შეფასებას დაიმსახურებდა. ნახეთ, მოვედა ადგილსა მამისა ჩემისასა, რომელიც აი გამზადებულია წინასწარ. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ამას ერთი ტალანტი ჰქონდა, ამას რომ ეს გარჯა გამოეჩინა და სიმამაცე და სიკეთე და სიყვარული, მაშინ ესეც იგივე შეფასებას დაიმსახურებდა. ანუ ამ ადამიანის თავარი შეცდომა, თავარი ცოდვა, თავარი ბოროტება, რატომაც ეს შეფასება დაიმსახურა, იყო ის, რომ მას შეშურდა. რატომ მასაც არ მიცეს უფრო ბევრი? იმიტომ არ მიცეს უფრო ბევრი, რომ ესე იყო საჭირო. ეს კაცი თვითონ თავის ფულს არ იგებდა. მან იცოდა ვის რამდენი უნდა, ვისთვის რამდენი უნდა მიეცარო. რატო? იმიტომ რომ ამისთვის რომ 10 მიეცა და ის 10 დაემარხა მიწაში, ის ბევრად უფრო მეტად დაისჯებოდა. რაც უნდა ეს ტალანტი თუ არ გამოიყენებდა. რა თქმა უნდა, აქ ეს ტალანტი ფულიზე არის ლაპარაკი, მაგრამ ფული არ იგულისხმება. ეს არის რაღაცა ნიჭიერი ადამიანი, როდესაც არის, ან მაგალითად ეს არის შეიძლება ბარიშვილობა, იმიტომ რომ შეიძლება სამეფო ოჯახის წევრი თუ არის ადამიანი ბევრად მეტი მოეთხოვება და ეს ნიჭი უნდა გამოიყენოს სიკეთეში. მოკლედ ეს ყველაფერი სიკეთეში უნდა ყოფილიყო გამოყენებული და ამას სიკეთეში არ გამოიყენა. რატო? იმიტომ რომ სხვისი შეშურდა. ამიტომ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ძალიან კარგად დაიმახსოვროს, რომ სხვისი ფულის თვლა კი არ უნდა დაიწყოს, სხვისი სიკეთეების დათვლა კი არ უნდა დაიწყოს. არამედ სიტყვა სხვა უნდა დაივიწყოთ საერთოდ და საკუთარ თავს დააკვირდეთ, საკუთარ სიმდიდრეს, რომელიც ძალიან ბევრი გვაქვს თითოეულ ჩვენთაგანს. არ არის საჭირო სხვასთან საკუთარი თავის შედარება. შენ რაც მოგეცა, იმის მიხედვით მოგეთხოვება და ბედნიერი იყავი ადამიანი იმითი რაც გაქვს და ნუ ხარ ბედური იმითი რაც აქვს სხვას. სულხან საბას ესეა განმარტებული. შური ეს არის სიხარული, ეს არის წუხარება სხვისა სიხარულისაზე. აი სხვა ადამიანს რაღაც სიხარული აქვს და შენ დამწუხრებული ხარ ამის გამო. აი ეს იყო პირველი ადამიანი, ვინც ერთი ტალანტი მიიღო და ვინც ერთი ტალანტი ვერ გამოიყენა. და გახსოვდეთ, შური ეს არის წუხარება სხვისა სიხარულისაზე და არის უზნეობა. ეს არის მცნების დარღვევა. ეს არის დიდი ცოდვა, ეს არის ბოროტება. და ამიტომ კარგად დაფიქრდით, როდესაც ესეთი აზრები მოგივართ თავში, კარგად ჩაიხედეთ საკუთარ ჯიბეებში, საკუთარ შინაგან სამყაროში და დარწმუნდებით, რომ საკმარისი სიმდიდრე გაგაჩნიათ იმისთვის, რომ იყოთ ბედნიერი. აი ეს არის დღევანდელი იგავი შინაარსი და ტალანტის გარეშე ადამიანი არ არსებობს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ღმერთმა რაღაცა არ მისცა. დაბადებიდან. ხო და აი გადავხედოთ, აღმოაჩინოთ ეს ჩვენი ტალანტები და ვასარგებლოთ. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი. არს დაიფის.